ძალიან ბევრმა ადამიანმა მოიწერა, რომ თქვენი გადაცემაო არაფრის მომცემი არ არისო. თქვენ გადაცემას უყურებენ ბავშვებიო, მოზარდებიო. დაწყვიტო წელში. ხო და? უყურებენო ბავშვები მოზარდებიო და გვინდა რომ უფრო შემეცნებითი იყოსო, ამ ახალგაზრდაობამ რაღაცა ისწავლოს თქვენგანო და ამიტომაც გადავწყვიტეთ რომ დღევანდელ გადაცემაში ჩავსვათ პოეზიის 2 წუთი, იმისათვის რომ უფრო მეტად განათლებულები იყოთ. და ვერ გავიგებ, მაკაშალიკაშვილის ის რო ქონდა გადაცემა, ის პოეზია არ იყო? ხო და რომ მოეწონათ, ამიტომაც გადავწყვიტეთ სხვა პოეტის ლექსი წავიკითხოთ, აი ხა შეგიძლია იხილო შენ. ხარი არხევდა ჭადრებს, წყემსი მისდევდა ნახირს, ტყისპირას ბიჭი გოგოს პირში აძლევდა მაღინს. აიმე, რას აძლევდაო? პირში აძლევდა ნახირს. ეს ხო რაღაცა გავიგე. არა, ვიძახით ეს კაცი რა ვიცი ხსნის რო არა. არა, პირში აძლევდაო. ხო. ნახინს მეთქი კაცი. ზოგი ნაყინს ისი აძლევს პირში რო ყველა აი ის ჯობია სხვა რაღაცა მოგხვდეს აი ზოგი როგორ ილოკება ხოლმე მაგრამ აი რადგან გადაწყვიტა რომ უფრო შემეცნებითი და ისეთი იყოს გადავწყვეტეთ რომ აი ესეთი მაგრამ პოეზია შემოგვეშვა თუ არ ყოფნით კიდევ ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ მეორე ლექსი მოვისმინოთ ახლა ერთმა პოეტმა მე ლექსებს ძირითადად ტუალეტში ვწერო ხო და ამაზე დავწერე მე ერთი სტროფი და აი მგონია ახლოსაა შენ მე სულ სხვაგვარად ვფიქრობ ლექსი ეს არის ტანჯვა ასე სად არის ძმაო თან ლექსი წერო ტანჯვა პოეზია გარიკაცია მიყვარს ესეთი ბოზური ლექსები რატოა ბოზური პირიქით ახლა პოეზიის განათლება მიიღოს ისე მე გამიგიო რომ მაგ დროს როცა საპირფარეში ხარ უფრო მოგდის მუზა შენ არ ჩვენ გადაცემაზე საპირფარეში ფიქრობ აი შენ რა გითხარი